გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერში მორიგი გადაცემა ჩინური პანორამა და მე მისი წამყვანი პოლიტოლოგი, სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი, პროფესორი ბადრი ნაჩხებია, მოგესალმებით თქვენ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება ცოტა განსხვავებულ ფორმატში, საქმე იმაშია, რომ მთლიანად ეხლა ჩინეთში დღესასწაული არ გასულა ახალი წელი, ის ერთი თვის ტრადიცია, როდესაც ჩინეთი ზეიმობს ამ გაზაფხულის დღესასწაულს, ჯერ კიდევ გრძელდება და ფაქტიურად ნელ-ნელა ჩინეთი დგება თავის კალაპოტში, ჩინური კალაპოტი ეს არის შრომა და კიდევ ერთხელ შრომა, რითიც ის გვაკვირვებს და ახარებს მთლიანად მთელ მსოფლიოს თავისი სიურპრიზებით ამ კუთხით, თავისი მიღწევებით, როგორც ჰაი-ტექში, ინოვაციაში, მეცნიერებაში, კულტურაში და ასე შემდეგ. რაში გამოიყენება ჩვენი გადაცემა შედგება ორი ნაწილით. პირველ ნაწილში ჩაერთვება ფაქტიურად ჩვენ როლებით შევიცვლებით და აგისხდით რატომაც ამას თვითონ ჩემი თანაწამყვანი თქვენ იცით რომ სიძიტიანის ახალი კორესპონდენტი საქართველოში ახალი კი არა პირველი კორესპონდენტი საქართველოში ბორის მანჟუკოვია რომელიც ერთდროულად ამ ჩინური პანორამის თანაწამყვანია ის მოგეყვებათ მის ინიციატივაზე რომელიც არის მაგრამ ბორის ესე იგი სანამ შენ გადმოგცემდე ასე ვთქვათ წამყვანის უფლებებს მე მინდა ვისარგებლო და ალბათ შენი სახელით და ჩვენი ჟურნალისტების სახელით თქვენ იცით ქართული ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წლების განმავლობაში და უბრალოდ დიდი მეცნიერი და დიდი პიროვნება და ესე იგი ჩვენი ერის საამაყოშვილი ბატონი ნოდარ ამბროსიძე ჩიტანავა დღეს გახდა 90 წლის მოდი მიულოცოთ მას გულით და სულით უსურვოთ ღვთაება და რაც ვთავარია ჯანმრთელობა და კიდევ ერთხელ ჯანმრთელობა გილოცავთ ბატონო ნოდარ გისურვებთ ყველაფერზე კარგს და ჩვენ იმედი ვართ რომ თქვენ გამონახავთ დროს და მონაწილეობას მიიღებთ. მოდით დავპატიჟოთ ბატონი ნოდარი ეთერში და დიდი სიამოვნებით მოусმენთ მის ხედვას დაუშვათ თანამედროვე სიტუაციაში განსაკუთრებით მე მახსოვს მისი ფანტასტიკური ანალიზები ეკონომიკის დარგში და ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ჩვენ თუ პატივს დაგვდებდა ბატონი ნოდარი და ამშვენებდა ჩვენ გადაცემას. ბორის ეხლა შენ გადავაქცე მე სიტყვებს ეს მეორე ნაწილი ჩვენ 22 წუთიანი მე მგონი თუ მიახლოებით რომ გავითვალოთ შენი გეგმები ხარ ეხლა ამ გადაცემაში და არ ვერევიდა თავიდან ბოლომდე შენ განკარგულებაში ვარ ასე ვთქვათ მოდი მოუყევი მაყურებელს რა გეგმები გაქვს და რას ვნახავთ დღეს მიახლოებით. პირველ რიგში მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩინური პანორამა. მე ბორის მანჟუკოვი გახლავარ და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება ჩვენი გადაცემის წამყვანი ბატონი ბადრი ნაჩხებია. ბორე, ერთ შენიშნეს მოგცემ უბრალოდ იცი რა არის, ესე იგი მე ვთვლი რომ შენი გამოჩენა ეთერში როგორც სიძიტიანის კორესპონდენტი საქართველოში ეს ძალიან სერიოზული მოვლენა იყო და ცოტა ასე ვთქვათ მწყენს როგორც ჩინეთის მეგობარ შენ რო აი ამ შენ ტიტულს არასახელებ და გასული წლის ძალიან სერიოზული მოვლენა იყო ის ამბავი რომ საქართველოში დაიწყო მუშაობა უშუალოდ სიძიტიანის ეს ტრანსნაციონალური ჩინეთის გარე მაუწყებლობის რომელიც 5 ენაზე მაუწყებლობს იმის კორესპონდენტად და დღეს მსოფლიო ბორია მანჟუკოვის საშუალებით უყურებს რეპორტაჟებს საქართველოში ჩვენ ამაზე რეგულარულად ვლაპარაკობთ და კიდე იმედია შენ მომავალშიც უარს არ გვეტყვი რომ რეგულარულად შენი რეპორტაჟები იქნება ჩვენს არეალში და ჩვენ მაყურებელს ექნება ინფორმაცია მიიღოს თუ როგორ შუქდება ჩინეთის უდიდეს ტელეკომპანიაში საქართველოში მიმდინარე პროცესები ასე რომ მე ახლა სიძიტიანის კორესპონდენტ საქართველოში ერთდროულად და ჩვენ თანაწამყოს
ჩინური პანორამაში კიდევ ერთხელ უბრუნებს სიტყვას ბორის მაჟიკოვს. დიდი მადლობა. შენიშვნა მიღებულია იმედია. დიდი მადლობა. და რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, ჩვენმა მაყურებელმა რადიო მსმენელმა რასაკვირველია იცის, რომ ბატონი ბაადრი არის არა მხოლოდ ცნობილი ჟურნალისტი, არამედ არის ცნობილი პოლიტოლოგი და აი მოვლენების ფონზე, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ვითარდება, ჩვენს გადაცემაში შემოვიდა უამრავი შეკითხვა ბატონ ბადრისთან და ზუსტად აი ამ შეკითხვებს ჩვენ დღეს განვიხილავთ და დავიწყოთ საზოგადოდ, თქვენ როგორ შეაფასებდით რა ხდება ამჟამად ირანში და რამდენად მიზანშეწონილი იყო აი ეს რაც მოხდა, აი ამ დარტყმებს გულისხმობ დაღუპვას უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების ირანის, აი თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? მოდით ეს ვიტყვი ბორის უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა იმისათვის შენ დაჟინებით ითხოვდი რომ ჩვენ აი ამ ფორმატით გაგვეკეთებინა და მე დაგტახდი რასაკვირველია ჩემი იდეები მქონდა რომ დღესაც უფრო ასეთ ღიარულ ფორმატში წაგვიყვანა ეს გადაცემა, მაგრამ დანამდვილებით მართალი იყავი, ჩვენ ერთი კოლექტივი ვართ და სინამდვილეში ალბათ არ შეიძლებოდა რომ ჩვენ გვერდი აგვევლო აი ამ სიტუაციას იმის მიუხედავად რომ დღეს ჩინეთში სტაბილურია ჩინეთი თავისი ცხოვრობით ცხოვრობს ყველაფერი, მაგრამ ჩინეთი გვერდით ვერ იქნება ამ პროცესების, იმიტომ რომ ზუსტად არ არის გამორიცხული, რომ აი ეს პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, უშუალოდ გარკვეულწილად ჩინეთის წინააღმდეგაც იყო მიმართული. რასაკვირველია ახლა პროცესები რაც მოხდა, ეს პროცესები არ იყო შენ გასულ წელს ალბათ ჩვენმა ტელემაყურებელმაც იცის რომ პირველი შეტაკებები მოხდა 12 დღიანი კონფლიქტი იყო პირველად ჩაება ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ამ ომში უფრო დაუშვათ თუ პირველ ნაწილში რაღაცა ეპიზოდური როლი ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე პირველ რიგშია ჩართული ამ დარტყმებში და ისრაელი მასთან ერთად ტანდემში მუშაობს მთელი ასე ვთქვათ ამერიკული ავიამზიდები ხომალდები ესე იგი შორტმიმავალი ავიაცია ყველაფერი ჩართულია ამ პროცესში მაგალითისთვის დავუშვათ ზელენსკის მოუყვანია ეს ფრაზები უთქვია ეს ფრაზები რომ რაც 4 წლის განმავლობაში უკრაინამ გამოიყენა ესე იგი არსენალი ჭურვების და ეს ტროტილის ფარგლებშია ხო მის ეკვივალენტი აქ იყო ერთ კვირაში გამოყენებულ სინამდვილეში აი ფანტასტიკური ოპერაცია მიდის საქმე იმაშია რომ აი ამ ოპერაციის დროს ისეთი შტაბ-ჩtildeება იყო რომ მთელი მსოფლიო მზად იყო რომ დღეს თუ არა ხვალ ეს დაიწყებოდა და მთელი მსოფლიო უკვე მე რამდენი წელია ცდილობდა რომ ეს აერედებინათ იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით რომ ლოკალური ეს ცენტრალოვანი დარტყმები ეს დროებითი არ იქნებოდა ეს არ არის პატარა სახელმწიფო დაუშვათ ისეთი როგორც პატარა კი არა ძლიერი სახელმწიფო ისეთი სუსტი სახელმწიფო შედარებითი როგორც იყო დაუშვათ ვენესუელა რომელსაც ასე ვთქვათ ადეკვატური პასუხი არ შეეძლო რომ ამას მოყობოდა სერიოზული დარტყმები თქვენიცით იქ კიდევ ეს ის ტერიტორიაა სადაც კონცენტრირებულია ყველაზე მეტი ამერიკული ავიაბაზები ეგრეთ წოდებული Gulf countries აი ამ კუვეიტში, საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, ომანში, ემირატებში არის დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზები და რასაკვირველია ამ დარტყმებმა გამოიწვიეს საპასუხო რეაქცია და ამას ელოდებოდნენ. ეხლა ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჯერჯერობით აი სხვადასხვა ინფორმაციით ასე ვთქვათ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. ნუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული შეკითხვაა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ამ რეგიონიდან
ნავთობით და გაზით ენერგომატარებლებით 20%-იდან და ზევით არის, ხო? მარაგდება მთელი მსოფლიო. მარაგდება დღეს ორმუზის ყურე რო დაიკეტოს იგივე კატარი, რომელიც თხევადი გაზით ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია ევროპაში, მას ქარხნები აქვს დაკეტილი, საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ტურიზმის და ეკონომიკის და ბიზნესის ხაბია, იგივე გაერთიანებული არაბთა საემირო და ემირატი დუბაი, თქვენ იცით, ფაქტიურად ეს ვებერთელა ლოკალური ადგილი დღეს დაკეტილია. აი თუ მიაქცევთ ყურადღებას სინამდვილეში დღეს ავიატრანსპორტი როგორც ესეთი ლოკალიზებულია და გადასულია ამ წვრილ დელეფენზე, მათ შორის ჩვენი დერეფანიც არის დარჩენილი ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ვხედავთ რომ მოძრაობს მომავალი უახლოეს ხანებში თუ ეს ყველაფერი არ შეწყდა სერიოზული ეკონომიური კრიზისი არა მარტო რეგიონში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. თუ დაუშვათ ეს ცენტრები პარალიზებული იქნება, ეს რაზე გვეყოლია ადეკვატურად აიხსნება სხვა რეგიონზე, ეს იქნება ასე ვთქვათ ეკონომიური კრიზისები სხვადასხვა ფორმით, ინფლაციური პროცესები, პროდუქტების დეფიციტი, ასე ვთქვათ, კრიზისული ურთიერთობის გაგრძელება სხვადასხვა ქვეყანებში, ურთიერთდაპირისპირების კიდე ახალი ზონი შექმნა და არ არის გამორიცხული, რომ ეს უფრო ტრაგიკულად დამთავრდეს და ამ შემთხვევაში მე მგონი მსოფლიოს თანამეგობრობამ უნდა თქვას თავისი საკითხი. პასუხი მე ახლა საკმაოდ გამიკვირდა რომ ბრიქსმა აი ამ დიდ გაერთიანებამ აი ყველაზე უფრო რა გვიკვირსო აქო მე გამიკვირდა რომ ბრიქსმა ამ ვებერთელა გაერთიანებამ სადაც ირანი შედიოდა ამ გაერთიანებამ ფაქტიურად ვერ ვიტყვით თლათ ხელები დაიბანაო მაგრამ მთლიანად აი ვერ გააკეთა ის რომ აი არ მომხდარიყო ეს ყველაფერი პირველ რიგში თქვენ იცით არის საერთაშორისო ხელშეკრულება ბირთვული იარაღის არ გავრცელებაზე ვერ მოხერხდა იმის გაკეთება რომ ბოლო შეჩერებულიყო ირანის ბირთვული პროგრამა და დაერწმუნებინათ საზოგადოება იმაში რომ მსოფლიო საზოგადოება და პირველ რიგში ის ქვეყნები რომლებიც ხიფათს ხედავდნენ ირანის სახეს თავის უსაფრთხოებისთვის ეს პირველ რიგში რასაკურველია ისრაელია ირანიდან ბირთვული საფრთხე არ მოდიოდა ეს ვერ გაკეთდა თვითონ აი ეს პროცესი მე სამწუხაროდ ვლაპარაკობ რომ აი გამომდინარე იმ დინამიკიდან რომელიც ხდებოდა ბორის გარდაუვალი იყო ზოგადად ეხლა უცხოეთის ქვეყნის ლიდერია, დიქტატური უძახე თუ რაც უძახე, ეს მეორე საკითხია ეხლა. ირანის რეჟიმთან, სადაც საკმაოდ ესეთი თეოკრატიული რეჟიმია, რასაკურველია, არ არის ერთგვაროვანი მიდგომა და არ ჩენაგაკ ალბათ ერთგვაროვანი მიდგომა და არც მე, მაგრამ აბსოლუტური რეჟიმები არის მსოფლიოში ბევრ ადგილას, სადაც დემოკრატიის ნატამალი აბსოლუტურად არ არის. აი დავუშვათ იგივე Gulf countries-ა, აბსოლუტური მონარქიები, რომელიც არის დღეს ემირატებში, იგივე საუდის არაბეთში, დაუშვათ ამასინათ მე საუდის არაბეთში გადავხედე სიკვდილ მისჯილთა დაჟის მიზეზებზე, საბაბია, რასაკურველია, ძალიან ბევრი კრიმინალური საბაგია, მაგრამ ერთ-ერთი ადამიანი არის დაჟილი ჯადოქრობას სიტყვაზე. ფიზიკური დაზიანებები, როცა დაუშვათ ადამიანს ზიან შარიატის კანონებით 1000 მახთრახი და ბლოგერია ნაცემი მისჯილი აქვს ეტაპობრივად 1000 დათქმა მათრახით და რომელზე იყო ასული არცი. დამთავრდა თუ არა მაგის ცვლილებები და ოჯახური ღალატისთვის სიკვდილით დაჟა და ასე შემდეგ ესეთი რაღაცეები არის და ეს აბსოლუტური მონარქიები არიან საკმაოდ პოპულარული და მიღებული ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენ დაუშვათ ბევრი ყოფილან საუდის იმაში ემირატებში და აღტაცებულან იქ ცხოვრების ავით მაგრამ რომ კანონებში რო ნახოთ რისთვის არის იქ და რისთვის იჯდება ადამიანის სიკვდილით საკმაოდ სერიოზული
რეაქცია გექნებათ ამ საკითხზე და ეს შუასაუკუნოვანი რეჟიმები კი აკეთებენ მოდერნიზაციას, მაგრამ სიმპათიას რასაკვირველია არ იწვევენ. როგორც ჩემთვის მაინდა მისაღები არ იყო დაუშვათ ირანული რეჟიმი, ისე აბსოლუტური მონარქიები ჩემთვის როგორც ჩემ თავს დემოკრატად თვლები ალბათ ნაკლებად არის დემოკრატიის ინსტიტუტების საერთოდ არ არსებობა რაღაც ფორმით მისაღებია ჩვენ გადაცემა ჩინურ პანორამაში ვართ ხო შეიძლება ვიღაცამ თქვას ახლა ეს ადამიანი რას ლაპარაკობსო იქიდან გამომდინარე რომ თვითონ ჩინეთში ერთპარტიული სისტემა არის მაგრამ ჩინეთში არის არჩევნები თავისი ამ კომუნისტურ პარტიაში არის თავისი ორგანოები, სადაც როგორც პარტიულები არიან, ისე უპარტიულები არის დაბალ გონებზე ჩვენ გადაცემაც გავაკეთეთ. მართვის განსაკუთრებული სისტემა, სადაც თვითონ მოსახლეობა მართავს იგივე რაიონებს და დაბალ გონებზე, სოფლებს და ასე შემდეგ და შედარება არ შეიძლება. ამასთან დაკავშირებით სხვათა შორის ახლა ბევრს ლაპარაკობენ აი ამ ირანთან დაკავშირებით და ავიწყდებათ რომ ამ გავხ ქვეყნებისგან განსხვავებით კი იქ ერთი და იგივე სისტემის ხალხს ირჩევენ, მაგრამ არჩევითი პროცესია, ერჩევენ პრეზიდენტსაც ირჩევენ და თავის ლიდერსაც ირჩევენ. ახლა სხვათა შორის პირველად მოხდა ირანში, როცა ერთი ოჯახის წევრმა შვილმა შეცვალა მამამ რა, ერთი ოჯახის ეს ირანული ტრადიცია არ იყო ეს დადებითი ტენდენცია იქნება თუ უარყოფითი ირანისთვის მე ვერ გეტყვით უფრო უარყოფითია ჩვენ ახლა როგორც ეს ხდება ჩვენთან სამეზობლოში ბორის აქედან პირდაპირ 200-300 კილომეტრია მე მგონი სომხეთთან ირანის საზღვრამდე ეს არაფერი არ არის მოხდა პროვოკაცია იმაში რა ქვია აზერბაიჯანის წინააღმდეგ აზერბაიჯანს რასაკვირველია ბევრი არ ვლაპარაკია და ეჩვეარება მიულოცა კიდევაც დღეს ალიევმა კი ალიევმა კიდევაც მიულოცა და ჩვენი პრემიერ-მინისტრის განსხვავებით როცა ხამენი გარდაიცვალა პირადად ეწვია ილხამ ალიევი საელჩოს და პირადად მიუსამძებნა რაც შეეხება ახლა ჩვენ დღესასწაულზე ძალიან ბევრი რო ლაპარაკობენ მე სპეციალურად აი ჩვენ რო გავანათეთო აი ამ ფერებში ირანი ჩვენი მეზობელია ჩვენი დავუშვათ გაცილებით ნაკლები პომპეზურობით აღნიშნეთ ის დღე რომელიც როგორც აღნიშნა სომხეთთან მაგრამ რატომღაც დავუშვათ აი კვები ისრულეს ჩვენ მხარეს ეს მაინც და მაინც არ უნდა ყოფილიყო მაგრამ რასაკვირველია ჩვენ ამ რეჟიმად რჩება ნაკლებად სიმპათიურად და ჩვენ რასაკვირველია გარკვეულწილად დისტანცია უნდა დავიცვათ და კიდევ ერთხელ გეუბნები ის მომენტი რომ აი ბრიქსმა რაღაც რადიკალური ნაბიჯებისგან ან გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა კიდევ ერთი მაგალითია ავიღოთ იგივე რუსეთს იცით საკმაოდ სერიოზული ხელშეკრულება აქვს იქ გარკვეულწილად სტრატეგიულ პარტნიორობაზე შორის სამხედრო დახმარებაზეც არის საუბარი სამხედრო დახმარებაზეც არის საუბარი და თქვენ იცით რომ ირანმა თავის დროზე რა როლი ითამაშა აი ამ შაჰიდების გადაცემაში უკრაინასთან დაკავშირებით ეს უკრაინაში პროტესტებს იწვევდა ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ მოსკოვი ეწევა საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას იმიტომ რომ მას აქვს თავისი პრობლემები ამ შემთხვევაში დავუშვათ მოსკოვმა შეიძლება თავისი თამაში ითამაშოს და ხელი შეუწყოს იმას რომ ეს კონფლიქტი გაგრძელდეს კიდევ რაღაც პერიოდი ლაპარაკა დღეს მე მგონი პუტინი ტრამპს რასაკვირველია და სხვადასხვა ინფორმაციები გამოდის ახლა ტრამპი ლაპარაკობს რომ ზაფხულისთვის უნდა დამთავრდესო ეს კონფლიქტიო ზოგი ლაპარაკობს რომ შემოდგომამდე გაგრძელდებაო მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია რესურსზე ჯერჯერობით იმას ჩვენ რასაც ხედავთ ჩვენ ხედავთ რომ გარკვეულ პერიოდის შემდეგ ირანის ასე ვთქვათ არსენალი გამომდინარე მისი რესურსებისგან რეალური რესურსებისგან
ალბათ მკვეთრად შემცირდება და დარტყმები იქნება უკვე ისრაელის და ასე ვთქვათ Gulf countries პერიმეტრზე უფრო გაცილებით ნაკლები, იმიტომ რომ რესურსი სინამდვილეში ახლა ყველაფერს თავი რო დავანებოთ და ისრაელის რესურსი ერთ მხარეზე რო დავდეთ, ამერიკის რესურსთან შედარება არ არის და ამერიკა შეუძლია სინამდვილეში ბოლომ უყოს ასე ვთქვათ ამ პოტენციალს ესე იგი აი დარტყმით პოტენციალს შემტევ პოტენციალს ირანის და ირანს კიდე შეუძლია გააგრძელოს ამ კოსტარული დრონები გააკეთოს, მაგრამ უკვე შესაძლებლობა რომ ის შექმნას ბალისტიკური უბრალოდ ტექნიკური არსენალი აღარ ექნება აი ამ ვებერთელა ბალისტიკური რაკეტების გაკეთებაზე და აი კლასიკური დრონების გაკეთებაზე. შეიძლება დაუშვათ არ არის პატარა ქვეყანა იატაკ ქვეშ გადავიდეს, მაგრამ ამ დროს უბრალოდ მეორე ეტაპი გვინდა თუ არა ალბათ დაიწყება რა უხოთ მომავალში იარაღს დაუშვათ გაანადგურეს ეს მთლიანად მათი პოტენციალი და ამ დროს რაც ხედავთ ჩვენ ხედავთ რომ რეჟიმი ისევ ძველებურია კი ნანგრევებია სამხედრო პოტენციალი არ არის და თითო სხვა დაუწყებენ 90 მილიონიან ქვეყანაში ასე ვთქვათ ძებნას ჩინოვნიკებს იმიტომ რომ ირანში ისეთი ეშელონირებული ხელმძღვანელობაა რომ ერთ ადამიანს მეორე წლის ეს სტრუქტურები არის და მხარდაჭერები მათ საკმაოდ ბევრი ყავს მეორე საკითხია ის პრობლემა დაუშვათ ირანის დეზინტეგრაციის პრობლემა ირანის დეზინტეგრაციის პრობლემა ყველაზე საინტერესოა რომ თავის უახლოეს სახელმწიფოებს არ აწყობს ძალიან ბევრი ლაპარაკობენ რომ აი ეს ეროვნული უმცირესობები და ასე შემდეგ პირველი და მთავარი ეროვნული უმცირესობა თქვენ იცით აზერბაიჯანის მაგრამ დღეს მსოფლიო და თვითონ აზერბაიჯანის სახელმწიფო მზად არის იმისთვის რომ მიიღოს ახალი აზერბაიჯანული სახელმწიფო მის საზღვრებზე თურქეთი მზადაა აზერბაიჯანი მზადაა ასე ვთქვათ თვითონ ირანი მზადაა ეს ხალხი გაუშვას მე მგონი არ არის სახელმწიფო ესე ჩქარა არ იქნება და ამის საფუძველი არ არის და ამის ინტერესი არ არის არ შიგნით მე კონკრეტულად აზერბაიჯანელების მხარ იმაზე ვლაპარაკობ არ შიგნით სახელმწიფოში და მის ფარგლებს გარეთ რაც შეეხება მეორე უდიდეს პრობლემას თქვენ იცით ესაა ირანელი ქურთების პრობლემა დღეს ქურთებმა აი ახლა ძალიან ბევრი ლაპარაკობს რომ სახმელეთო ოპერაციებში ჩაერევა ერაყის ქურთისტანიო თქვენ კარგად იცით ალბათ მაყურებელმა რომ de facto ერაყის ტერიტორიაზე შექმნილია დამოუკიდებელი ქურთისტანის სახელმწიფო რომელიც სახელმწიფო სტრუქტურები თავის პრეზიდენტით ხელმძღვანელობით ჯარით გაფორმებული აი სახელგანთქმული ფეშმერგა მისი საკმაოდ მობილიზებული ჯარი რომელსაც შეუძლია საკმაოდ სერიოზული როლი ითამაშოს ამ ირანზე ზემოქმედებაში იმიტომ რომ შიგნით სხვადასხვა წყაროებით 3-დან 6 მილიონი ქურთამდე ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე ზუსტი სტატისტიკა ჩვენ არ ვიცით როგორია იმიტომ რომ წვალებადია ანუ გამოვიდა მათი ლიდერი და თქვა რომ ჩვენ არ ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიც გველაპარაკობთ ერაყის ლიდერზე ხო? არა, ირანში ვინ ცხოვრობს მათი ქურთების რასაკურველია იცით რა არის? ეხლა აი ამ შემთხვევაში დეზინტეგრაციის საკითხი ესე ხო ფაქტიურად ქურთიერი არის გაყოფილი 4 სახელმწიფოს შორის ხო? პირველ რიგში ყველაზე დიდი დიასპორა და მთავარი პრობლემაა ეს თურქეთის ტერიტორიაზე მეორეა ირაყის ტერიტორიაზე სადაც ავტონომია და სახელმწიფო ფაქტიურად შექმნილია მესამეა სირიის ტერიტორიაზე სადაც ცენტრალური საკითხი იყო ეს ქურთების ავტონომიის პრობლემა და თვითონ ირანის ქურთისტანი სადაც იგივე პრობლემა იყო სადაც იყო ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პრობლემები და ეს პრობლემები ნაწილობრივ გადაწყდა, ნაწილობრივ ვერ გადაწყდა, პერიოდულად აჯანყებები იქნებოდა და ასე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ
დღესდღეობით მთლიანად აი ეს 4 სახელმწიფო ირანის ჩათვლით, რომელიც არის არავითარ შემთხვევაში ამ 4 სახელმწიფოს თურქეთს, ირანს, სირიას და თვითონ ირანს არ უნდა კიდევ ერთი დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნა უკვე ირანის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ წრე შეიკრება და დაიწყება ლაპარაკი საერთოდ დამოუკიდებელ ქურთისტანზე, როცა ამ შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა უკვე ემუქრება 4 სახელმწიფოს, ისე ვიმეორებ. ირანს, თურქეთს, სირიას და ირაკს. აი, ამის გარდა მე არ ვლაპარაკობ, რომ ძალიან ეხლა ამ ბოლო დროს არ ვლაპარაკობ, რომ ირანის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს და პარტიზანულ მოძრაობებს აწარმოებენ ბელუჯისტანში. ეს ბელუჯისტანია რეგიონი, რომელიც არის გაყოფილი 2 სახელმწიფოს შორის, ინდოეთს და პაკისტანს შორის. საერთოდ 12-დან 14 მილიონიან მოსახლეობაც ცხოვრობს. არის დასავლეთ ბელუჯისტანი, რომელიც ირანშია, არის აღმოსავლეთ ბელუჯისტანი, რომელიც პაკისტანშია. სინამდვილეში აი ძალიან ხშირად ჩვენ გაგვიგია ალბათ ტერორისტული აქტები ირანული არმიის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომლებიც ბელუჯები ატარებენ და ეს პრობლემა ძალიან სერიოზულია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დავუშვათ. მარჯვენა მხარეს ტერიტორიული მთლიანობა ეხება პაკისტანს, ეს პაკისტანი უკვე ბოდიში 200 მილიონიანი. ბირთვული სახელმწიფოა და მასთან ხუმრობა არ შეიძლება. რაც შეეხება ირანს, რასაკვირველია, აქაც ირანი ასე ადვილად არ დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალი მმართველობის ფორმაზე დაიწყოს ირანში საუბარი. აი დავუშვათ იგივე ფედერაციულ მოწყობაზე. ეს უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში რელიგიური რეჟიმი ასრულებდა შემაკავშირებელ როლს, აცემენტებდა ამ ორგანიზაციებს, ეს სხვანაირად ეხლა არ გამოვიდოდა. ჩვენი რეჟისორები გვეუბნებიან, რომ ვიდეო მზად არის უკვე ჩვენ. მე მგონი შევასრულე ბორის ძალიან მოკლედ და მე მაინც ეხლა ჩვენ იმაზე ისოთ, მე მაინც მინდოდა ეს დაპირებული ჩინელებისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის და რადიო მსმენელებისთვის მივალთ. ჩვენ ეთერში ვიქნებით, მოგიყვებით ამ პროცესებს რა მიდის, ეხლა ცოტა დავისვენოთ ამ დაძაბული საუბრიდან და ბორა შენიშნებართვით უყუროთ ამ პროგრამას იმ ჰალა კონცერტის კადრებს, რომელიც ხაზს უსვამ კიდევ ერთხელ ექსკლუზიურად ამოგაქვს, მე მგონი თქვენგან მეგობრებო. სიზიტიანიდან მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ როგორც სიზიტიანის წარმომადგენელს, აი ამ კადრებისთვის განსაკუთრებით აი პირველმა იმან ჩვენ აი რობოტების ცეკვამდე იმან ჩვენ გავიმეორეთ აი ახტაცებაში მოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მაყურებელი. მადლობთ ახლა რეჟისორებს თხოვთ ჩართონ პირი. მორე ახლა მიდის ტაივანური სიმღერები აი ამ კონცერტის აი ძალიან საინტერესო ის არის მოусმინოთ აი ამ სიმღერებს თქვენ იცით რომ ტაივანის პრობლემებზე ლაპარაკობენ მაგრამ სინამდვილეში ტაივანი ინტეგრირებულია ჩინეთში მაგალითისთვის მინდა მოვიყვანოთ რომ დღეს თვითონ ჩინეთის სახელმწიფო სპეციალური რეისი დუბაიდან ჩამოიყვანა ასობით ტაივანელი რომელიც იყო ჩარჩენილი ამ იმაში. აქ ეს ტაივანური სიმღერები კიდევ ერთხელ გვახსენებენ რეჟისორები, რომ საკმაოდ პოპულარულია იმაში ჩინეთში. აი ახლა სხვადასხვა სიმღერა იყო ლირიკული სიმღერებია ძირითადად მოდით მოусმინოთ.
მორიგი სიმღერა ტალღებზე მოსიარულე, ხო? კი. 山上的山花开呀，我才到山上来。原来嘛，你也是上山看那山花开。海上的浪花开呀，我才到海边来。原来嘛，你也爱浪花，才到海边来。 კიდევ ერთი სიმღერა. მწვანე, მაღალ მწვანე მთებს. ლირიკული სიმღერაა. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია მე მგონი. 阿里山的姑娘美如水呀，阿里山的少年壮如山。 მე რა საინტერესო არის მოწყობილი სცენა საერთოდ ჩვენ 2025 წლის ბოლო გადაცემაში ვთქვამდა ბესო ჩუბინიძე და მაშინ საუბრობთ შოუ ბიზნესზე და ჩინო შოუ ბიზნესზე და ხო გაფორმელებით გამოირჩევა ჩინური კონცერტები. არაჩვეულებრივი სიმღერაა. დავწყვეტილე. ეხლა ახალი სიმღერაა. ძველი ბილიკი ერთ-ერთი მხარესი ხობა. 跳山径攀层峦呀，咱们步步高升哟。登山蓝条啊，风光好哟，开路辛劳多。那个前人种树，后人乘凉，饮水的资源哟。连绵的青山百里长呀，巍巍耸起向屏障呀。 ეს ფაქტიურად პოპულარია სიმღერების. კი. დიდ გორაკზე დგომა ამ სიმღერას ქვია. დედას აქვს კინოთეატრი, ხო? ასე ქვია. ამ სიმღერას. 早上9点半，地中流进多一点，裹着你的小棉被，是红色的花，蓝色的线，你在里面偷偷睁开眼。 妈妈说你会走路时1岁0 ეს ნოსტალგიური სიმღერაა, რომელიც ეძღვნება დედებს, აი დედების როლს, რომელიც იღებენ შვილის აღზრდაში მონაწილეობას. საერთოდ ოჯახის ინსტიტუტებს შენ კარგად იცი რა ახლა მნიშვნელობა ეძლევა ჩინეთში. კი, მშობლების უდიდესი პატივისცემა. ბავშვის კულტი. 脑海里是不是有一座电影院，存放着我从小到大所有的瞬间。他哭的时候，就坐在里面，一帧一帧播放我的童年。妈妈说你6岁在池塘捉鱼。 ძალიან ემოციური ხალხი არიან, ჩვენ ხედავთ მაყურებლების ემოციას. თვითონ ეს როგორ არის დადგმული ძალიან ლამაზად. 跨过我
亮，你9岁给我送雨伞，穿过几条巷。妈妈说，一直说，说了多少年，我才发现。妈妈，脑海里是不是有一座电影院，存放着我从小到大所有的瞬间？他孤单时候就坐在里面，一整一人模仿我的童年。脑海里是不是有一座电影院，存放着我早已忘记的时光胶片？想我的时候就坐在里面，一分一秒回放他的人间。妈妈，能不能让我也买一张电影票？我想进你的电影院看看，我最后一次求你。კინოთეატრში მინდა ჩავიხედო. ახლა ეს ემოციური შეხვედრა დედა და შვილს შორის ეს ძალიან ლამაზი დადგმაა. შემდგომ მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო ამ სიუჟეტით. ეს არის თემას საჩუქრებზე, რომ სოფლიო სადაც მიდის ვაჭრობა საახალწლო სუვენირებით. აი, ხედავთ, თქვენ ნახეთ ჯეკი ჩანი რა აქტიურ მონაწილეობას იღებს ჩინეთის კინოინდუსტრიაში. თქვენ იცით, რომ ჯეკი ჩანი საერთოდ წარმოშობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან არის. ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს ამ შოუში. თქვენ ნახეთ რა ლამაზად არის ეს შოუები გაფორმებული. There comes a time when we heed a certain call, when the ეს უკვე must Lionel come Richie together as one. ამერიკელი უცნობი მსახიობი. ჩვენ საინტერესო Where the World Were the Children და ჩინური ვერსიით ჯეკი ჩანი და Lionel Richie. მე მგონი ჩვენ ძალიან დიდი სიურპრიზი მოვიზადეთ ჩვენ მაყურებელს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონცერტის ახლა ვასმენებ და გამეორებასაც გქოვეთ. 我们全都是地球村的一员，事实上爱是所需的一切。We are the world, we are the children, we are the ones who make a better day. So let's start giving. There's a choice we're making. We're saving our own lives. alles passiert. Onlarla uğraşacağım. 我们是世界，我们是孩子，我们是让明天更好的人，现在开始奉献。我们做的选择，都愿宁愿相恋，真的更好的明天，就不明天。შვენიერი გასაკრუულია ძალიან ისა. აი ხლა ძალიან ეფექტურ პროგრამას ვიკეთებთ. ბრახული საახალწლო ბრახული ქვია. ჩვენი ცოტა ბრეიკ დანსის იმისი
ტრივერდანსის ელემენტებიც არის გამოყენებული, ესპანური ფოლკლორი და ასე შემდეგ. ეს ეროვნება ხალის ეროვნებაა, ეროვნული უმცირესობა და ესპანური ფლამინგოს ერთობლივი ცერკვა. საინტერესო დადგმა. ძალიან ქორეოგრაფია, ფანტასტიკური. დიდი შრომა არის გადაგული აი ამ ცეკვაში. გაზრდილია თქვენ ხედავთ აი სხვადასხვა სტილის და სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა ასე ვთქვათ ეთნოგრაფიული ჯგუფებია გამოყენებული ამ იმაში სიმეჩი თემით 56-მდე ეროვნული უმცირესობა და ჩვენ წინა გადაცემაში აი ზუსტად 56-მდე ეროვნული უმცირესობის ბავშვი გამოიყვანეს პოდიუმზე თავის ნაციონალურ დასაწყისში. მაყურებელი ჩვენდა რომ ახტაცებული იყვნენ რობოტის ცეკვის შემდეგ აი ამ ნომრით. და ახლა ვთქვათ ჩვენ ფანტასტიკურ შეზავებას სხვადასხვა სტილისი. ქარის სიმღერა, ასე ქვია. ყველაფერი ცხენების ფონზეა, ცხენის წელი და ეს გოლოგრამებს ალბათ ხედავ, როგორაა გაკეთებული და ეს თქვენც არ მოიტყვინეთ დარბაზში რა ეფექტი იქნება ამ ფანტასტიკურია, ფანტასტიკურია ნამდვილად. ბახუნის ეს პრობლემ ხატვარია, მაგის ნახატების მიხედვითაა ეს გაკეთებული. ჩვენებენ და ერთდროულად მხატვრებს ნახატების გაცოცხლებული დემონსტრირება მიდია.自有他的感，管他千刀万。
前看，要把每件新成员变成了好汉，写自己的传说，不负伤和只托未来。有我，少年自有他的感，管他千刀万，要为人间的月亮残月别的人，为自晴朗天空，为自壮丽的梦啊。 ენატრებოდა შენი ნახოვნე ეს უკვე ძალიან დიდი ხნის პერიოდის ამბავს ლაპარაკობ 2000-იანი წლები იყო 2000-იანი ასე ყოლია და გთხოვენ აუცილებლად ცალკე მუსიკალური გადაცემა მიუძღვნათ და ზოგადად ერთი წერილიც იყო დაუშვათ იგივე მუსიკალურ სეგმენტს რატო არ გვიჩვენებთ და ჩვენ ასე ყოლია შევეცდებით თუ დაუშვათ არხი ჩვენ დაგვიხმარება აუცილებლად გავაკეთებთ. ეხლა ჩინური ტრადიციული ოპერა და ბალეტი, ქორეოგრაფია, რასკია გაზაფხულის შუქი. გაზაფხულის შუქი და ალბათ ამეთი დავამთავროთ თქვენ. ისე ჩინური ოპერა ხას უსვამენ რომ ეს არის მრავალფეროვანი ჩინური ოპერა ძალიან მინდა რომ ეს ოპერა ერთხელ ჩამოვიდეს საქართველოში ცნობილი იაპონური ჯგუფი კაბუკის თეატრი იყო საქართველოში მაგრამ ჩინური ოპერა მე არ მახსოვს ყოფილა თუ არა საქართველოში არ ყოფილა მე მგონი მეც ესე ვიცი ეს თავისი ქორეოგრაფია სიმღერები აკრობატიკა ხელჩართული ბრძოლა ყველაფერი ძალიან ლამაზად არის ნაჩვენები ფანტასტიკური კოსტუმები კოსტუმი და მაკიაჟიც რა ყველა შრომას მოითხოვს აი ასეთი მაკიაჟის გაკეთება აი ამ ლამაზი სიუჟეტით თავდება ჩვენ დღევანდელი გადაცემა და დავიმშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს და კიდევ ერთხელ შევახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ჩვენი გადაცემის წამყვანი ბატონი ადრინე ჭრებია, ცნობილი პოლიტოლოგი, ცნობილი ჟურნალისტი და საკმაოდ აუწურავად მე მგონი ბატონი რასაკოლია მე პატარა რელაქსი იყო ჩვენთვის მე მგონი ჩვენ მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო ამ მეორე ნაწილით გადაცემით ჩინურ ახალწელზე და ბორე მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ტელეკომპანია CGTN-ს რომელმაც მოგვაწოდა ეს პირები ექსკლუზიურად და შენ როგორც CGTN-ის წარმომადგენელი ალბათ გადასცემა მქონებობს და იმედია CGTN-ის პროდუქციას კიდევ არაერთხელ ვნახავ ჩვენ ეთერში დიდი მადლობა ბატონო ბადრი დიდი მადლობა ტელემაყურებლებო რადიო მსმენელებო თქვენ უყურებთ გადაცემას ჩინური პანორამა მე ბორის მანჟუკოვი ვიყავი თქვენთან ერთად ბატონი ბადრი ნაჭრები იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე